ჩემი ევროპული სკოლა წარმოგიდგენთ. ეპიზოდს ნოდარ დუმბაძის რომანიდან. მე ბებია ილიკო და ილარიონი. მონაწილეობენ მარიამ კაპანაძე, ნიკოლოზ შიხაშვილი, ქეთევან ღონღაძე, ანასტასია კასიანოვა, მარიამ მესხიშვილი, ანასტასია კობალავა და მათე ტაბატაძე, ხელმძღვანელი ანა ფერაძე. მე ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ვარ. წიგნების ჩანთაში ხილი, შურდული და ფიშტომი წვია. დაზამთრებამდე სკოლაში ფეხშიშველი დავდივარ. მაქვს ერთი შარვალი და ყოველ წელს ორი საშემოდგომო გამოცდა, რადგან ჩემი ძაღლი მურა და სულთან დამყვება. სოფელში სულ ძაღლიანს მეძახიან. სკოლაში ყალთაბანს, ხოლო ბებია კუდიანს მეძახის. ჩემი ნამდვილი სახელი ზურიკოა. როდესაც ბებიას ვაბრაზებ, იმ ღამით საწნახელში მძინავს. როდესაც ვურიგდები, ერთად გვძინავს. დღისით ბებია მწყევლის და ზურგს უკან ამოფარებული წკეპლით მეპარება. ღამით ფეხებს მიბანს და დაძინებულს მკერდზე მკოცნის. სკოლაში როგორ ვარ? სკოლაში ჩემი ქცევის შესახებ არსებობს დოკუმენტი, პედსაბჭოს სხდომის ოქმი, რომელიც შთაბეჭდილების წიგნს გავს, უნიჭო მხატვრების გამოფენაზე რომ დევს და გამლელ-გამოვლელს ეხვეწებიან, თუ ძმა ხარ, რამე ჩაგვიწერე შიგო. ეს დოკუმენტი დაახლოებით ასე გამოიყურება. სოფლის საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1940 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი. სხდომას ესწრებოდა ყველა მასწავლებელი. მოისმინეს მე-6 კლასის დამრიგებლის მოხსენება, ამავე კლასის მოსწავლის ზურაბ ვაშალომიძეს საქციელის შესახებ. აზრი გამოთქვეს მათემატიკის მასწავლებელმა. ვაშალომიძე ჩემთვის ასუცნობიანი განტოლებაა და სანამ მასში ადამიანს ამოუწრობ, ალბათ სურს ამოვხდის. ფიზიკის მასწავლებელმა ჩემს პიროვნებაზე უშუალო დაკვირვებით ჩამოაყალიბა ფიზიკის ახალი ურყევი კანონი. არ არსებობს ბუნებაში ენერგია, რომელსაც შეეძლოს ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ეს არის სითხეში ჩაშვებული სხეული, რომელზედაც არ მოქმედებს არავითარი ამომგდები ძალა. ქიმიის მასწავლებელმა არავითარი რეაქცია, ზის მთელი დღე და მშლის. იგი რაღაც განსაკუთრებული ლაკმუსია, რომელზედაც არაფერი არ მოქმედებს. იგი არასოდეს არ იცვლება. რუსულის მასწავლებელმა По-моему, он просто идиот. გეოგრაფიის მასწავლებელმა ვაშალომიძეს აქვს ერთობრელიეფური ცოდნა. იგი არ შექანებულია, არ გამოფიტული. ვფიქრობ, მას ჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ სიგრძედი და განედი ერთი ჰქონდეს. ისტორიის მასწავლებელმა იგი უფრო ქვის ხანის ადამიანია, ვიდრე მე-20 საუკუნის ცივილიზებული მოქალაქე. ძნელია დავათარიღოთ მომენტი, როდესაც იგი გაკვეთილზე წყნარად ზის, არავითარი პროგრესი. იგი არ ცხენს თავის კლასს. სკოლის დარაჯმა რას ერჩით მაგ ბაღანას თუ ასე შტერია, რა ფერ გადადის კლასიდან კლასში? სასწავლო ნაწილის გამგემ შენ რა მიგეკითხება? შენი საქმეა დილას ადრე ადგე და ზარი დარეკო. ქართულის მასწავლებელმა ჩემი ახლონათსავია. რა გააჭირეთ საქმე? ბოლოს და ბოლოს დაახჩუქ ბარემ ბავშვი და ესაა. რომელი ყავთ მაგაზე კარგი? არც ისია საქმე. დირექტორის შვილს სულ ყველაფერში ხუთები ჰყავს. იმაზე შტერი ბავშვი მეჯერ არ შემხვედრია. უსავიძის გაკვეთილზე. ფიზკულტურის მასწავლებელმა რატომ უწერ მერე ხუთს? ქართულის მასწავლებელმა ნუ დაუწერ თუ ბიჭი ხარ. სასწავლო ნაწილმა გარჩევდით ორივე, შენ რას გვეტყვი ვაშალომიძე? ვაშალომიძე მართალს ამბობს ქართულის მასწავლებელი. სასწავლო ნაწილი მაგას არავინ გეკითხება შენ. საერთოდ რას გვეტყვი? ვაშალომიძე საერთოდ ახლა მაპატიეთ და მერე გამოვსწორდები.